სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის. წირვის დროს, ესე იგი, ჩვენ გახსოვთ სიტყვები რომ არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ქრისტეას ჩვენ შორის. და ხშირად როდესაც მღვდელი მოუწოდებს, რომ ვიყარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ. ამ დროს ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით ქრისტეას ჩვენ შორის და არც და იყოს ვამბობთ. მაგრამ ეს იმისთვის კი არ არის, რომ ტაძარში ამ დროს ხმაური ატყდეს და ამ დროს ჩავეხუტოთ ერთმანეთს. საერთოდ ძველად ასე იყო, რომ აი პირველ საუკუნის ქრისტიანთა შორის ამას ეუბნეოდნენ ადამიანები ერთმანეთს, როდესაც წირვის წინ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ამით ესალმებოდნენ. და მათი სულიერი განწყობაც სწორედ ასეთი იყო, რომ ქრისტე იყო მათ შორის. ესე იგი, ისინი ერთმანეთთან ქრისტეს მცნებების თანხმობით ურთიერთობდნენ. ერთმანეთთან ურთიერთობა ასეთი ქონდათ. ეხლა უცხო ადამიანს რო შეხვდები, ძალიან ადვილია, რომ გაუღიმო, თავაზიანად მიმართო, მაგრამ აი როდესაც ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ოჯახი იქნება ეს, სამრევლო იქნება, რაღაცა სამსახურში იქნება, დიდხანს ერთად ატარებენ, იქ ეგრე ადვილი აღარ არის. იმიტომ რომ იქ ზედაპირზე ამოდის უკვე ჩვენი უნებები. მანამდე თუ ესენი დაფარულია და ერთი შეხედვით არ ჩანს და ჩვენ ერთმანეთთან თავაზიანობას ვინ არჩევნებთ, კიდევაც სიამოვნებს თავაზიანად მიმართოთ თუ მისგან მივიღოთ. აი თანაცხოვრების დროს ერთად რო ცხოვრობენ ადამიანები, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეგრე ადვილი აღარ არის. იმიტომ რომ იქ თავს იჩენს ეგოიზმი, თავს იჩენს ამპარტავნება, რიცხვის მოყარება, ნაყროვანება და სხვა ამგვარი ნებები. ზოგ შემთხვევაში ასეთი, ზოგ შემთხვევაში ისეთი. მაგ დროს, როდესაც ჩვენ ჩვენს ნებებს ვამართლებთ, როგორ გაიქნება ქრისტე ჩვენ შორის? ქრისტე ვეღარ იქნება ჩვენ შორის. როდესაც ჩვენი ნებების გამო და ნებების გამოისობით გაფუჭებულ ურთიერთობას საკუთარ თავს ვაბრალებთ და შენდობას ვითხოვთ, აი მაშინ ქრისტე იქნება ჩვენ შორის. იმიტომ რომ ჩვენ სრულყოფილი არც ერთი არა ვართ. ჩვენ ცოდვა გვაქვს, მიდრეკილება გვაქვს, ვეცემით, მაგრამ თუ ამ დაცემას განვიცდით, საკუთარ თავს ვადანაშაულებთ, შენდობას ვითხოვთ, აი ქრისტე არის ჩვენ შორის მაშინ. მაგრამ ის, რომელიც შენდობას არასოდეს არ ითხოვს, ეს არის ეშმაკი. და ჩვენც თუ აი ამ ურთიერთობების დროს ერთმანეთისაგან შენდობას არ ვითხოვთ, მაშინ ვინ არის ჩვენ შორის? და მე მგონი ამის შეკითხვაც აღარ ჭირდება. ამიტომაც აი როდესაც ჩვენ ვძნობთ, რომ სადღაც რაღაცა უსიამოვნება მოხდა, რაც უფრო მეტად მოგდის თავში საკუთარი თავის გამართლების აზრები, უნდა ვიცოდეთ, რომ მით უფრო დამნაშავე ვართ ამ ურთიერთობის გაფუჭებაში. და თუ ამ აზრებს ჩვენ ვეთანხმებით, თუ ეშმაკი ისეთია, ყველას მოუვა, ორი ადამიანი რო იყოს, ორივე დამნაშავე, ორივეს თავის გამართლების აზრები მოუვა. და მართალი იქნება ის, ვინც ამას არ დაუჭერებს. აი მართალი ის იქნება, ვინც თავს დაიმდაბლებს, თავს გაიმტყუნებს. მართალი იქნება ის, იმიტომ რომ მართლაც მტყუანი იქნება, ორივე მტყუანი იქნება. ამიტომ სწორ გზას ის ადგას და მას უნდა რომ ქრისტე იყოს მათ შორის,
ვინც თავს გაიმტყუნებს. და თუ ყველა მართალი იქნება, იქ მშვიდობა ვერასოდეს ვერ დაისადგურებს. აი ესე ხდება ოჯახებში, ესე ხდება სამეგობროში თუ სამსახურში თუ ყველგან ესე ხდება. ჩვენ დავაკვირდეთ, ჩვენს თავის დავაკვირდეთ, სხვებს კი არა. საკუთარ თავის დავაკვირდეთ, როგორ გვიჭირს, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე. რომ სხვა არის მართალი. ამის თქმა გვიჭირს, ამის საკუთარ თავთან გამხელაც კი გვიჭირს. ხშირად კი ვხვდებით ამას, მაგრამ სინდის ხო ვერ მოურიგდება ადამიანი. შეიძლება ძალიან მოდი ესე ვიტყვი, ენა მარჯვი ხარ, ენას კარგად მოიმარჯვებ და კარგად იტყვი ყველაფერს, მაგრამ სინდისთან ეს არ გამოდის. სინდისი უბრალოდ გაჩუმდება და არაფერს არ იწვის. შენ ბევრს ილაპარაკებ, ბევრჯერ გაიმართლებ თავს, მაგრამ მაინც სინდისისა შეგეშინდება, იმიტომ რომ მან ყველაფერი იცის. და მოციქული პავლე ამბობს, თუო თქვენი გული გამხერთო, ამაში სინდის გულისხმობს, რამდენად მეტი იცის თქვენს გულზე ღმერთმა, რამდენად მეტი იცის. და თუ სინდისის წინაშე ვერ იმართლებ თავს, ღვთის წინაშე როგორ გაიმართლებ? მაგრამ როდესაც სინდისი დამშვიდებულია, მაშინ ყველაფერი კარგად არის. როდესაც აი მაგალითისთვის ვიტყვი, ახლა ჩვენ ყველანი მარადიული სიცოცხლისთვის ემზადებით და ვინც ეზიარება, ის კიდევ უფრო მეტად ემზადება ამისათვის. აი წარმოიდგინეთ, ახლა ალბათ გქონიათ ყველა შემთხვევა, რომ აი დღის განმავლობაში რაც გევალებოდა, ქრისტიანის ცხოვრება ხო ასეთია, რომ დილით უნდა წარდგეს ხატების წინაშე და ღვთისგან გამოითხოვოს ლოცვა-კურთხევა, რომ იყოს უფალო ნება შენი და რასაც შენ დღეს დამავალებ, მომეცი ძალა რომ აღვასრულო. განეჩემი ნებით და ჩემი წყვილით კი არ ვიარო, აი რასაც შენ გამოაჩენ. გახსოვთ ის ამბავი რო იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ერთ მეფეს რომ დააინტერესდა რა იყო ეს სამი და მივიდა ბრძენთან და ეკითხება რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, საქმე. ამ მოხუცმა არაფერი უთხრა, რომელიც მიწაში ყვალს აკეთებდა, რაღაც უნდა დაეთესა. ამ მეფემ რო შეატყო, უჭირდა მოხუცს, ჩავიდა და მიეხმარა. შემდგომ დაინახა, რომ ერთი დასისხლიანებული ახალგაზრდა მოდიოდა. მეფემ შეატყო, რომ ამ მოხუცზე მეტად იმ ახალგაზრდას უჭირდა. დატოვა ეს სამუშაო, წავიდა და მას მიეხმარა, პირი მოგანა, შეიყვანა მოხუცის ქოხში, დააწვინა. ის ღამე თვითონაც იქ დარჩა. მეორე დილით კვლავ ეკითხება ამ მოხუცს, რომელზედაც გაეგო, რომ ბრძენი კაცია და ყველაფრის პასუხი აქვს. მოხუცო, არ მეტყვიო, რაც შეგეკითხეო და პირველ ორსო შენ უკვე თვითონ გაეციო პასუხი. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და ადამიანი ვინ არის? შენ რომ მოხვედიო, რო დაინახე მიჭირდაო, ხომ მომეხმარეო. აი ეგ იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. და მე ვიყავი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იმ წუთში შენთვის, ვისაც შენი დახმარება მჭირდებოდა. შემდეგ ახალგაზრდა რო დაინახე, ხო დაანებე შრომას თავი, ხო მიხვედი, ხო ანუგეშე, ხო მობანე სახე. მაშინ ის იყო შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მნიშვნელოვანი საქმე. და ყველაზე მნიშვნელოვანი დღე კი არისო დღევანდელი დღეო. იმიტომ რომ გუშინდელთან ჩვენ შეხება აღარ გვაქვს და ვეღარაფერს შევცვლით. ხვალინდელი ჯერ არ დამდგარ. ამიტომ ქრისტიანი, როდესაც გაიღვიძებს, უნდა ელოდებოდეს, რომ იმ დღეს ვინ იქნება მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი,
და რა იქნება ის საქმე, რომელიც მან უნდა აღასრულოს. და როდესაც ადამიანი ასე ცხოვრობს და დღის ბოლოს მეტად თუ ნაკლებად თავს გრძნობს ვალმოხდილად და სინდისი არ აწუხებს, რომ აღასრულა მნიშვნელოვანი საქმე. ნახა ვინ იყო მნიშვნელოვანი ადამიანი და ვის მიეხმარა და ესე სინდის დამშვიდებული რო იძინებს, როგორი ტკბილია ესეთი დაძინება. და თუ ერთი ღამე ასეთი ტკბილია, მაშინ ვალმოხდილი ადამიანი რომ გარდაცვალების პირას არის, მისთვის რამდენად უფრო მეტად ტკბილი იქნება. იმიტომ რომ იმ ღამის მერე ისევ ჩვეულებრივი დღე იწყება. მაგრამ იმ გარდაცვალების შემდგომ მარადიული სიხარული იწყება. იმ ღამის შემდეგ ის დღე რომ მოდის, ისიც შეიძლება განსასწრებით სავსე იყოს. მაგრამ იმ გარდაცვალების შემდგომ თუ ადამიანი ღვთის დიდებაში დარჩა და ღმერთთან დარჩა, ანუ მარადილ სიხარულში, ანუ სასუფეველში, მისთვის დამთავრდა განსასწრებიდან მარადიული სიხარული იწყება და რამდენად უფრო ტკბილი იქნება მისთვის, თუ ერთი ღამე ასეთი ტკბილი, ვალმოხდილი რომ იძინებ. ამიტომაც ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ვისთან გავიმართლოთ თავი, ვისთან ასე, ვისთან ისე. თავარია რომ ერთადერთი სინდისთან იყო ვალმოხდილი და მერე ყველაფერი ტკბილია. და თუ სინდისთან არ ხარ ვალმოხდილი, მაშინ არაფერს გემო არ აქვს. ამიტომაც ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზომი. ამჯერად მიცვალებულთა ძირვა იქნება სინდისი, იქ არის 17 სინდისელი გმირის მემორიალი. ჩვენ ყოველწლიურად ბავშვები მიყვავს ხოლმე ამ მემორიალთან, რომ ეს ამბავი ახსოვდეთ, ეს საგმირო ამბავი და იქ ავასრულებთ მიცვალებულთა ძირვას, იმ მოსახსენებლებსაც წავიღებთ და ყველას ერთად მოვიხსენებთ. ჩვენთან არის ღმერთი.